პირდაპირ იყო მოთხოვნილი ათათურქიდან ქეამ ფაშა თუ კეიზიმბეის მოთხოვნილი, რომელიც წარმომადგენელი იყო ართვინის, არტანის, არდაგანის ოლქების დატოვების. ესე იგი, ისეთი ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული მაშინ ჟორდანიას ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ თურქებს აძლევდა საქართველოში ჯარის შემოყვანას, ოსმალებთან ბრძოლაში დაგვეხმარებიანო, ეს ხელშეკრულება ოსმალებთან დადებულია. მათ შორის მაშინ ეს 11 მარტის 1921 წლის 11 მარტის ლორდ კიფენძის აღიარებაშია ყველაფერი. დაგვღუპა ჩვენ თურქეთმა. დაგვღუპა. მე გუშინ 2 დღეა ვკითხულობ შალვა გურჯისტანის ვილაიათის დიდი დაფთარის ჩანაწერებს. გული მისკდება. თითოეული მწკაველი ქართული მიწა არის აღწერილი და თითოეული სოფელი ვინ ცხოვრობდა გვარები სპეციალურად არ არის მითითებული. რაც არწმუნოების ხალხი იყო, სახელები და მამის სახელები. ეს უნიკალური დოკუმენტი არის თურქებს როგორ აქვს აღწერილი და ჯერ რო შეისწავლეს ეს ყველაფერი მე როგორ დაიწყო პირველი ტალღა, მეორე ტალღა, მესამე ტალღა და მე მინდა უთხრა ეს ქართველობა, რომლებიც მესხები, რომლებიც მართლა ცხოვრობდნენ მესხეთში, ტაოში, კლარჯეთში. ეს ხალხი იქნა გასახლებული იზმირში, ბურსაში, ორდუში, მათ შორის ზოგი იქნა გასახლებული სირიაში, ზოგი იქნა გასახლებული ამანში, რომლებიც მაშინ ოსმალეთის იმპერიაში შედიოდნენ. უამრავი ქართველი მე-16 საუკუნიდანვე დაიწყო ყველა იმ ქართველის გასახლება იქიდან. დააბრუნონ ეს ხალხი და მათ ტერიტორიებზე ყირიმელი თათრების, თურქების ამათი დასახლება ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა სპეციალური პოლიტიკა საამისოდ. და ტაო-კლარჯეთში დღეს ვინც დარჩა იქ ქართველობა ართვინში და იმაში მაღალმთიანი მოსახლეობა იყო, რომლებიც ვერ იმასკნეს, მოწყვიტეს იქიდან, მაგრამ თუ ვინმე იყო ძირს და დაბლა ჩრდილიდან დაწყებული, მიყოლებული გურჯის კარამდე ყველა გაასახლეს. სახელები, გვარები, მამის სახელები, მოსახლეობა, კომლები, ყველაფერი აღწერილი. ამათმა ესენი იყვნენ ჩვენი ძმები და მათ ქართველებისგან გაწვერდილი ნაქართველარ მიწაზე დასახლებული ყირიმელი თათრობა, ქურთობა, რა ვიცი, 1000 სურჯულის ხალხი, რომლებიც შემდეგ სტალინმა გაასახლა, ახისკა, ასე იძახია, ახალციხეს. და დღეს თურმე აკლია ქვეყანას უბედურება და ესენი კიდევ უკვე უნდა დაბრუნდნენ. ბოდიში ყველას ვეუბნები. აქ კომენტარი იყო დაწერილი, რომ ისო, აგერო 400 ადამიანი უყურებს და 4 გაზიარება არ აქვს. გამოფხიზლდით. სანამ თქვენ ოჯახებში ისე როგორც ძველ დროში შემოვლიან, ცოს გაგიუპატიურებენ, შვილს წაგართმევენ და თავზე დაგამხობენ რამეს, კარგად მოდით აზრზე. კარგად მოდით ჩვენ ქართველებს, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, მე თურქებს, როგორც თურქებს, არაფერს არ ვერჩი. ჩვენ გავყო სარწმუნოება, ისინი რომ ქრისტიანები ყოფილიყვნენ, შეიძლება ერთ-ერთი უახლოესი სახელმწიფო ვიქნებოდით და ვიქნებოდით, მაგრამ ამ რელიგიის გაყოფიდან გამომდინარე გენოციდი მოხდა, ქართველიერის გენოციდი მოხდა, 6 მილიონი ქართველი არის განადგურებული ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში. წინაპრების ძვლები პირში როგორ უნდა დაიკავოთ და ამათ როგორ უნდა ეძახოთ ამ სახელმწიფოს, როგორ უნდა ეძახოთ, რომ ესაა ძმა, სტრატეგიული პარტნიორი და ასე შემდეგ. მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის, ερμილე, მოდი ახლა მაგკუთხით, რაღაცა მაგკუთხით საუბრობთ, უკვე მაგკუთხით გავაგზავნებ, მანამდე ერთი რამე მინდა უბრალოდ რომ ვთქვა. ამ სააკაშვილზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, აი მარტო სხვას დავანებოთ თავი ძირძველი ქართული მიწების შე, კარგად იცი ყველა გადაცემაზე, საერთოდ სააკაშვილის ობიექტივში რომ მქონდა 2010-ში რამეში სულ ვიწყებდი ქართული მიწების გამო უნდა ჩამოგახშოთ, ამით ვამთავრებდი და ვიწყებდი. მერე ეს ბიჭები რო ქუჩაში რო ხოცავდა, მერე რა ვიცი სულიერებას რო ებრძოდა, ყველაფერზე, მაგრამ უბრალოდ მარტო ამაზე, ამ თურქების ჩამოსახლებაზე რაც კი ვთქვი. აგერ